მოგესალმებით, მე გახლავთ ექიმი კარდიოლოგი გელო ლაცაბიძე. ეს ჩვენი მორიგი შეხვედრაა. დღეს საუბარი გვექნება იმ ლაბორატორიულ ანალიზებზე, რომელიც ინიშნება კარდიოლოგთან ვიზიტის დროს. არსებობს თუ ეს პირველადი ვიზიტი არსებობს გარკვეული კვლევები, რომელიც აუცილებელია შემოწმდეს და შტაბ-ეტაპში იქნას ექიმმა თქვენი დაავადების მიმდინარეობაზე ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობაზე არსებობს დინამიკაში საკონტროლებელი ან დაავადების განმავლობაში საკონტროლებელი ანალიზები, რომელთა შემოწმებაც ეხმარება ექიმს დანიშნულების კორექტირებაში. პირველი ვიზიტის დროს ინიშნება, ყველაზე ძირითადი რაზეც პაციენტები ციტხოვენ ხოლმე, ეს გახლავთ ქოლესტერინი. ქოლესტერინის ზოგადი ტერმინოლოგია უფრო ჩვენ ამას ვეძახით ლიპიდურ სპექტრს. ლიპიდური სპექტრი ეს არის ფრაქციული შემოწმება, ეგრეთ წოდებული ლიპოპროტეინების, ამასაც ქოლესტერინს უწოდებენ პაციენტები. არსებობს მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, მაღალი სიმკვრივე სასარგებლო ქოლესტერინია, დაბალი სიმკვრივე დამაზიანებელი ფრაქციებია, რომელთა სიჭარბეც იწვევს დაავადების განვითარებას. ეგრეთ წოდებულ ათეროსკლეროზულ პროცესს, სიზარღვების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ათეროსკლეროზული პოლაკების წარმოქმნას, შემდეგ მასზე ხდება კალციუმის მარილების გამოლექვა, ასევე თრომბული მასების წარმოქმნა და სიზარღვის გამოვლობის შეფერხება. ლიპოპროტეინები ზოგადად აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არც იარსებებდა, არც გვექნებოდა, მაგრამ მათი ნორმა, ასე ვთქვათ, ნორმაზე დაყვანა მიზანი ექიმისთვის. იმის მიხედვით თუ რა ფრაქცია მომატებული, შესაბამისად ინიშნება ანტილიპიდური მედიკამენტებიც, რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივი წარმოშობის, ომეგა-3 ტიპის, ან იყოს სინთეზურები, რომელიც არის მაგალითად სტატინებს ვეძახით ჩვენ მას, ფიბრატებს ან ასე შემდეგ. სხვადასხვა ჯგუფებია, ესენი ქიმიური ფორმულებია, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან შემადგენლობით. მექანიზმი ის არის, რომ სხვადასხვა ფრაქციაზე იმოქმედოს და შესაბამისად დაარეგულიროს ქოლესტერინი. მეორე კვლევა ეს გახლავთ კოაგულოგრამა, ანუ სისხლის შეედების პარამეტრების შემოწმება. ხშირია ასეთი ტერმინი, რომელსაც პაციენტები წარმოადგენენ პროთრომბინი. პროთრომბინიც ასევე ერთ-ერთი შემადგენელია კოაგულოგრამის, ამიტომ თუ თქვენ ექიმი შემოგთავაზებთ კოაგულოგრამის კვლევას, ჩატარებას, ეს ნიშნავს, რომ ის გულისხმობს, რომ აქ პროთრომბისაც შეამოწმებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პარამეტრია პროთრომბინი. ის არ არის გადამწყვეტი და ყველაზე აქტუალური პარამეტრი, მაგრამ ერთ-ერთია მათ შორის და შესაბამისად თუ რომელი ასე ვთქვათ პარამეტრია შეცვლილი მედიკამენტიც, ანტიაგრეგანტი, ანტითრომბული, ხო? საშუალება თუ როგორი დაინიშნოს, თუ ანტიკოაგულანტი, ასე ვეძახით ჩვენ მას ჯგუფების მიხედვითაც სწორედ აი ამ კვლევების მიხედვით ინიშნება. მესამე ეს გახლავთ ელექტროლიტები, ეგრეთ წოდებული, როგორც არის, თქო, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა და ასე შემდეგ, ხო? გაჩნია ექიმს რომელი პარამეტრი უფრო აინტერესებს, მაგრამ ხდება ხოლმე პირველ ეტაპზე სწორედ აი ამ ელექტროლიტების შემოწმება, ისინი მონაწილეობენ რითმისა და გამტარებლობის შექმნაში, ასევე წარმოადგენენ კატალიზატორებს, პროტონული თუმბოების შემადგენლობაში შედიან და ასე შემდეგ. ეს არის ასე ვთქვათ ის მექანიზმები, ღრმა მექანიზმები, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ასე ვთქვათ ნივთიერებათა ცვლაში და ასე შემდეგ. და შესაბამისად თუ რომელი კუთხით არის, ან რომელი იონია შეცვლილი, ან რა ჭარბობს, ან რის ნაკლოვანება, აქედან გამომდინარე ინიშნება მედიკამენტებიც. რა თქმა უნდა, ეს დამხმარე კვლევაა და ერთ-ერთი შესამოწმებელი პარამეტრი. შემდგომი გახლავთ შაქრის შემოწმება, ანუ გლუკოზა უზრუნოთ, ასე ვეძახით ჩვენ მას. არის დატვირთვითაც, ანუ 2 საათის შემდეგ, ან კვებით, ან გარკვეული ნივთიერების სუფთა გლუკოზას აძლევენ პაციენტს და შესაბამისად 2 საათში ზუსტად იკვლევენ გლუკოზის რაოდენობას. შეიძლება ინსულინით შემოწმეს ესეთი ნივთიერება, რომელიც ეხმარება ამ გლუკოზას ტრანსპორტირებაში და შესაბამისად ხდება მისი გადანაწილება. მაგრამ გლუკოზა იმიტომ მოწმდება, ანუ შაქარი, რომ დადგინდეს პაციენტს აქვს თუ არა დიაბეტი, ან თუ აქვს, რა მდგომარეობაშია, ან რა ეტაპზეა მისი ეს პათოლოგია. და მოგეხსენებათ, რომ შაქრიანი დიაბეტი ამძიმებს გაცილებით გულსიზრახთა დაავადებების მიმდინარეობას. შემდეგი ანალიზი გახლავთ თირკმლის ფუნქციის შემოწმება, ეს არის კრეატინინი და შარდოვანა, ეს არის თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა, ანუ ის, რომ
კრეატინინის შემოწმებით ჩვენ გვებულობთ თითქმის ფუნქციურ მდგომარეობას, თითქმის მონაწილეობს სითხის ცვლაში უპირველესად, უნდა ის სხვა ნივთებსაც გამოიმუშავებს, რომელიც იგივე ჰიპერტენზიის ან ჰიპოტენზიის კომპონენტში მონაწილეობს, ანუ წნევის რეგულირებაში, არტერიული წნევის რეგულირებაში, მაგრამ უპირველესად მას ევალება სითხის კონტროლი. აი სითხის კონტროლის მიხედვით ხდება მისი მონაწილეობა სწორედ აი ამ არტერიული წნევის მექანიზმების შექმნაში. შესაბამისად, თუ საჭიროა ამ კუთხითაც, ანუ თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებით დაინიშნება მედიკამენტი. რა თქმა უნდა, კომბინაციაში ძირითად მედიკამენტებსთან. შემდეგი გახლავთ ეგრეთ წოდებული თირეოტროპინი, ანუ ერთ-ერთი თირომასტიმულირებელი ჰორმონია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაში ღებულობს მონაწილეობას, თავის დროში გამომუშავდება ის. ხშირია ხოლმე, როდესაც მისი დარღვევის დროს, ანუ მისი პარამეტრების ცვლილების დროს არის რითმის და გამტარებლობის ცვლილება, ასევე არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა და ასე შემდეგ. და ამიტომ უნდა იცოდეს ექიმმა ის აქვს თუ არა პაციენტს კონკრეტულად ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, ანუ ჭიყვი, დაბალი ფუნქციით თუ მაღალი ფუნქციით მიმდინარე, რომ აქედან გამომდინარე დაიხმაროს სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობას. კიდევ არის ერთი კვლევა, რომელიც ალბათ გაგიგიათ და ხშირად არის, როდესაც პაციენტებს გულმკერდის არეში ტკივილის დროს უმოწმებენ. ის გახლავთ ტროპონინ ტესტი, ეგრეთ წოდებული. ეს არის მწვავე ტესტი. ანუ გასაგები რომ იყოს აღნიშნული ნივთიერება ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც გულის კუნთის დაზიანებას აქვს ადგილი. ანუ უფრო მეტად გასაგები რომ იყოს აღნიშნულ ანალიზს ამოწმებენ იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვრო პაციენტს ემუქრება თუ არა მიოკარდიუმის ინფარქტი უახლოეს საათებში. და ეს კვლევა როგორც ამბულატორიული ტიპით შეიძლება ჩატარდეს, ასევე სტაციონარში урგენტულად გადაუდებელი ტიპით. და ეხმარება ექიმს აღნიშნული კვლევა იმის განსაზღვრაში, რომ არ დაიკარგოს ძვირფასი დრო და გადამისამართდეს გადაუდებელ კარდიოლოგიურ განყოფილებაში პაციენტი, რათა აიცილონ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება. დღესდღეობით ეს არის, თუ რაიმე გაინტერესებთ ამ კუთხით, აქტუალურ კითხვები მოგწერეთ, გამოიწერეთ არხი, გისურვებთ ჯანმრთელობას.